მას შემდეგ, რაც ისრაელმა აღიარა სომალილენდის დამოუკიდებლობა, თურქეთი მნიშვნელოვნად ზრდის საკუთარ სამხედრო შესაძლებლობას სომალიში. ბოლო მონაცემების მიხედვით ეს უკვე მოიცავს ჯავშან ტექნიკას, ტანკებს, დრონებს, ნავებს, მათ შორის F-16-ის თვითმფრინავებს, სპეციალურ ნავებს, რომელიც ახორციელებს ნავთობის ან გაზის მოპოვებას და ამავდროულად ხდება აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით და კოორდინაცია ეგვიპტესთან. ეს ჩართულობა თურქეთის სომალიში აღარ არის სიმბოლური. ეს არის საკმაოდ კონკრეტული ჩართულობა, რომელიც გულისხმობს სერიოზულ პოზიციონირებას წითელ ზღვაში, ადენის ყურეში, ბაბ-ელ-მანდების სტრატეგიულ სრუტეში და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით. ბაბ-ელ-მანდების კონტროლი ნიშნავს გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვან ნაწილზე ზეგავლენას. სომალიში თურქეთის განლაგება და გაძლიერებული პოზიციები, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვანი ზრდა თურქეთის გლობალური როლის განსაკუთრებით ამ საერთაშორისო სტრატეგიული ვაჭრობის მიმართულებით. რა არის დადასტურებული ინფორმაცია აქედან და რა ტიპის ინფორმაცია გაგვაჩნია? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ თურქეთის სამხედრო ბაზა მოგადიშუში, ეს არის სომალის დედაქალაქი, 2017 წლიდან ფუნქციონირებს. სომალის ეროვნული არმიის გადამზადება მიმდინარეობს. 2024 წლის სპეციალური საზღვაო უსაფრთხოების შეთანხმება დაიდო, თურქული დრონების გამოყენება ადგილობრივ დონეზე აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა ახლა ასევე საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ გაიმართა ეგვიპტესთან შესაბამისი შეთანხმება, რომელიც აქტიურად არის ასევე იქ სომალიში წარმოდგენილი. გავრცელებული ასევე ინფორმაციით მოხდება F-16-ებით შეიარაღება სომალის. გაჩნდა საკითხვა ასეთი, არის თუ არა ის შეთანხმებული შეერთებულ შტატებთან, რადგანაც ნებისმიერი F-16-ების ექსპორტი ზოგადად მოიცავს ვალდებულებას შეერთებული შტატების შეტყობინების. ისრაელის მედიის მტკიცებულებით ეს არ არის შეთანხმებული შეერთებულ შტატებთან. თურქული მედია კი ამტკიცებს, რომ ეს შეთანხმებულია და ვაშინგტონის საქმის კურსშია. გარდა ამისა, საუბარია საერო თავდაცვის სისტემების მობილიზაციაზე, ერთობლივი კოსმოსური გაშვების ცენტრის შექმნაზე და ახლა ამას ემატება თურქეთ-ეგვიპტის კოორდინირებული კონტროლი ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასეთი ნაწილისგან შედგება და ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე თურქული კონტროლი უშუალოდ გულისხმობს ასევე ეგვიპტესთან ერთად თანამშრომლობა, შემცირება იქ ისრაელის გავლენის და პრინციპში, რა თქმა უნდა, ისრაელი როგორც სომალილენდში ახლა უკვე განთავსებული ქვეყანა, დიდი ალბათობით იქ უკვე მოსადის სამხედრო ბაზა არის გახსნილი, მოსადის მხარდაჭერით ცაჰალზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ისრაელის შეიარაღებულ ძალებზე, თუმცა სავარაუდოდ მოსადის კომპონენტით, ანუ უფრო ასე ვთქვათ, არაოფიციალური სამხედრო ბაზა იქნება. ბაბ-ელ-მანდების ყურის და ბაბ-ელ-მანდების სრუტის და ადენის ყურის მიმართულებით პროცესები გააქტიურებულია. არის თუ არა შეერთებული შტატებთან ეს კოორდინაცია? პრინციპში შეერთებული შტატები საკმაოდ აქტიურად არის ჩართული რეგიონში საკუთარი აფრიკომის, ანუ აფრიკაში შეერთებული შტატების ძალების საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით და აწარმოებს აქტიურ ანტიტერორისტულ ოპერაციებს სომალიში, სწორედ შეერთებული შტატები. ზოგადად, მათ შორის შეერთებულ შტატებს აქვს გარკვეული იქ რეგულარული ჩართულობა, მაგრამ ეგვიპტის ჩართულობა არის განსაკუთრებით საინტერესო. ახლა ეგვიპტემ უკვე განათავსა დაახლოებით 1000 სამხედრო აფრიკული კავშირის პროექტის ფარგლებში სომალიში, რომელიც გულისხმობს გაზრდას იქ გავლენების. კერძოდ, კაიროს ოფიციალური პოზიცია და სურვილი უკავშირდება იმას, რომ ეს გარკვეულწილად უნდა იყოს სომალილენდის და ეთიოპიის ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის, რომელიც ეგვიპტის აქ მეტოქე არის პრაქტიკულად შეთანხმების წინააღმდეგ მოქმედება, ანუ დაბალანსება, მოდით ასე ვიტყვით ამას. ამავდროულად წითელ ზღვაში უსაფრთხოება ეგვიპტე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული წითელი ზღვის ტრანზიტისგან, მათ შორის სუეცის არხი საკვანძო ტრანზიტის ლოგისტიკური მარშრუტია და ბაბ-ელ-მანდების სრუტის გარეშე მისი ფუნქციონირება შეუძლებელია. შესაბამისად, ეგვიპტის რეგიონალური ამბიციები სრულიად გასაგებია. რა თქმა უნდა, აქ ასევე ნილოსის წყლის საკითხიც დგას და ზოგადად რეგიონალური ძალების ბალანსი.
თუ თურქეთი და ეგვიპტე სინქრონულად იმოქმედებენ, რა თქმა უნდა, ახალ კონფიგურაციას ქმნის ეს აღმოსავლეთ აფრიკაში და რეალურად ეგრეთ წოდებულ აფრიკის რქის რეგიონში, სომალი სწორედ აი ამ რეგიონის ნაწილად აღიქმება და იგულისხმება. შესაბამისად, თურქეთის და ეგვიპტის აქ სინქრონული ფუნქციონირება და კოორდინაცია ასევე უკავშირდება ბოლო დროს მათ შორის გაუმჯობესებულ ურთიერთობებს. კერძოდ, ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად წარსულში არსებული სირთულეებისა, განსაკუთრებით, როდესაც ეგვიპტეში მოხდა სამხედრო გადატრიალება და დღევანდელი პრეზიდენტი ას-სისი მოვიდა ხელისუფლებაში და გადააყენა მუჰამად მურსი, რომელიც იყო ძმები მუსლიმების ასეთი ორგანიზაცია არსებობს წევრი, რომელიც რეალურად არის ერდოღანის მეთაურობით პრაქტიკულად ან მინიმუმ ერდოღანი ითვლება ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ საკვანძო ლიდერად. ამ პირობებში მუჰამად მურსის გადაყენება და შემდგომ შეერთებული შტატების მიერ ამ ორგანიზაციის კონკრეტულად ეგვიპტეში, იორდანიაში და ლიბანში განყოფილებების ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება, რა თქმა უნდა, ასევე ცვლის დინამიკას და მიუხედავად ამისა, რომ გეგონება მუჰამად მურსი უნდა ცდილობდეს თურქეთთან ურთიერთობების დისტანცირებას, ბოლო წლების განმავლობაში ეს დისტანცირება შეიცვალა. თავიდან პირიქით, ეგვიპტეს ჰქონდა მაგალითად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დადებული შეთანხმება, რომელიც საბერძნეთთან იყო, კერძოდ ეგვიპტეს საბერძნეთი და იქ ზღვის შელფს გულისხმობდა, როდესაც თურქეთს ჰქონდა დადებული ეს ლიბიასთან და აქვს ჯერ კიდევ და რეალურად კონკურენტები გამოდიოდნენ, ანუ რეალურად ეგვიპტე უფრო საბერძნეთს უჭერდა მხარს. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში დინამიკა ნამდვილად იცვლება და ახლა რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ასევე ამ დინამიკის ცვლილების კონკრეტული მაგალითია. აქ არის, რა თქმა უნდა, სუდანის განზომილებაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს ცნობები, რომ რეგიონში განთავსებული ინფრასტრუქტურა შეიძლება უკავშირდებოდეს ასევე სუდანის კონფლიქტსაც. თუ ეს დადასტურდება, სომალი გადაიქცევა ლოგისტიკურ ცენტრად ფართო რეგიონალური ოპერაციებისთვის. სუდანში ასევე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დაპირისპირება საუდის არაბეთის და გაერთიანებული არაბული საამიროების სხვადასხვა ფორმით, ეგვიპტეც ასევე არის ჩართული იქ. ანუ კოალიცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ასეთი ორი ტიპის ბანაკის ჩამოყალიბება აქტიურად მიმდინარეობს ასევე ამ მიმართულებით და ამაზე ჩვენ არაერთ ასე იგი მიმოხილვაში გვისაუბრია ამ თემებზე. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ იქ რეგიონში გაგზავნილია იგეგმება ეს რეალურად თურქული საბურღი ასეთი გემი, კარგი ბეიქვია, რომელიც ოფშორულ ზონაში სომალის დაიწყებს ფუნქციონირებას 2027 წლიდან და ნავთობის მოპოვებას დაიწყებს. თუ ეს წარმატებით განხორციელდა, თურქეთი გაზრდის იქ საკუთარ ენერგეტიკულ ყოფნას, ფინანსურ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, საფუძველს ჩაუყრით საკუთარ გავლენას სომალიში. საზღვაო განზომილებაც ძალიან მნიშვნელოვანია. თურქული საზღვაო ძალები უკვე მოქმედებენ ადენის ყურეში. თუ ეგვიპტესთან კოორდინაცია გაძლიერდება, ბაბ-ელ-მანდები გახდება მთავარი სტრატეგიული წერტილი, სადაც ასეთი ლოგისტიკის უზრუნველყოფი საკითხი დადგება. თუმცა ეს არის გარკვეულწილად საპირწონედ სწორედ და კონკრეტულად გავლენის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, კერძოდ საუბარია ისრაელის გავლენის. საუბარია ასევე, რომ თურქეთის მიერ უკვე დაწყებულია მთავარი საბრძოლო ტანკის მიწოდება სომალიში, განთავსება სომალიში. ამავდროულად საინტერესოა, რომ ბოლო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ვრცელდება თურქულ წყაროებზე, დაყრდნობით და ზოგადად თურქული წყაროები ავრცელებენ, საერო თავდაცვის სისტემების სერიოზულ გაძლიერებას გეგმავენ. 3 F-16, რა თქმა უნდა, არის ცოტა და თურქეთი გეგმავს მათ შორის გაზრდა საკუთარი შესაძლებლობების, მათ შორის ეგვიპტის ჩართულობით, ანუ ერთობლივად ამ მიმართულებით. ბაბ-ელ-მანდების კონტროლი პრაქტიკულად შეიძლება გახდეს ასეთი საკვანძო საკითხი და ზოგადად იგულისხმება, რომ თურქეთი აქტიურად ითანამშრომლებს ეგვიპტესთან აქ კონტროლის მიმართულებით და პოტენციურად სუდანთანაც და ასეთი ანტი-ისრაელის კოალიციაც გარკვეულწილად ყალიბდება. მათი შეფასებით ისრაელის მიერ სომალილენდის აღიარება წარმოადგენს დარღვევას ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის
და შესაბამისად პრაქტიკულად მოხდება თურქეთის მიერ ასეთი მეორე ხარისხოვანი წყაროები გვეუბნებიან, რომ თურქეთის შეიარაღებას გააგრძელებს სომალის და რეალურად შეიძლება დღის წესრიგში დადგეს სომალის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. არის თუ არა რეალური ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გულისხმობდეს რეალურ ომს სომალისა და სომალილენდს შორის. ჩაირთვება თუ არა ამაში ისრაელი, დარწმუნებით შეგვიძლია თქვათ, რომ კი, რადგანაც ისრაელს იქ სამხედრო ბაზა გააჩნია, თან აღიარებული აქვს ახლა სომალილენდი ერთადერთი ქვეყანა არის ისრაელი და სავარაუდოდ ისრაელი ჩაირთვება ამაში. ისრაელისთვის ბაბელმანდების სრუტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მოდით ასე ჩამოვაყალიბებ, საკუთარი ნავებისთვის არის საკვანძო, რადგანაც ეილატის პორტი პირდაპირ გადის წითელ ზღვაში, მას არ ჭირდება სუეცის არხის გასვლა ზოგადად, მაგრამ შემდეგ ბაბელმანდების გასვლა არის აუცილებელი და გარდაუვალი. ამის ფონზე სომალილენდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის წარმოუდგენლად დიდი საკითხი ისრაელისთვის. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში, წლების განმავლობაში, შეიძლება თვეები, მაგრამ დიდი ალბათობით უფრო წლების განმავლობაში, სომალი შეეცდება მილიტარიზაციას თურქული და მათ შორის ეგვიპტური მხარდაჭერის ფონზე და ამით რეალურად დიდი ალბათობით დადგება კონკრეტული საკითხი საომარი მოქმედებების სომალისა და სომალილენდში. ისრაელის თვის კიდევ ერთი ფრონტი იხსნება, რომელიც ერთი მხრივ იემენში ჰუსიტების მიმართულებით იქვე სომალილენდის მეორე ნაპირზე არის პირდაპირ გახსნილი, მაგრამ ამავდროულად თურქეთი და ეგვიპტე აგრძელებენ აქ ფიზიკური საფრთხის წარმოქმნას. გეტყვით, რომ ისრაელის ბოლო მტკიცებულებით, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ნეტანიაჰუ ამაზე ღიად საუბრობდა, პრაქტიკულად დაგეგმილია ანალიზი ეგვიპტის შესაძლებლობების. ნეტანიაჰუს განცხადება და სხვა მაღალჩინოსნების უკავშირდებოდა იმას, რომ ეგვიპტე წარმოუდგენლად ძლიერდება საკუთარი შეიარაღებული ძალების მეშვეობით და შეიძლება გარკვეულ მომენტში საფრთხის მატარებელი აღმოჩნდეს ისრაელისთვის. სწორედ ამიტომ ისრაელს ახლა გააჩნია გარკვეული ახალი ხედვა და უკეთ ემზადება რეგიონალური საფრთხეებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ პრინციპში ვხედავთ, რომ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუარესების ფონზეც შეგვიძლია პირდაპირ აღვნიშნოთ, რომ სომალილენდი და ბაბელმანდების სრუტე ხდება ასეთი საკვანძო ადგილი. ახლა კი გთავაზობთ ძვირფასო თანამემამულეებო, რომ ნახოთ კიდევ ერთი ჩემი ანალიზი მომზადებული, რომელიც უკავშირდებოდა ისრაელის შეშფოთებას საქართველოსთან დაკავშირებით და ირანის პოლიტიკასთან დაკავშირებით, იქნება ბმული ამ მიმართულებით, საკმაოდ საინტერესო ანალიზია. გთხოვთ ასევე, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, ასევე გამოიწეროთ არხი და დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.